ისე თქვენ გისპარინგიათ ერთმანეთში საქართველოში? და ოქტაგონზე რო ხარ, ანუ ოქტაშიგნით რო ხარ უკვე სპარინგობ, ანუ სივრცე შეზღუდული გაქვს. თუ ტემპზე გავარჯიშებს, თვითონაც იმენა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, რა. კენგურუ მოწინააღმდეგე. როგორ მოუგებთ? მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე და დღეს ორი პროფესიონალი მებრძოლი მყავს, სტუმრად, ალეკო საღლიანი და ოთარ თანზილოვი. აბა როგორ ხართ ბიჭებო, ალეკოსგან დავიწყებ შენის ნებართვით. კარგად. როგორ ხარ ოთარ? კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ლას-ვეგასში. აბა როგორ გრძნობ თავს? კარგად ვარ, მოვირჩინე ტრამვა, ჩამოვედი კიდე აქეთ. და ვემზადები, ველოდები ჩხუბებს. მე კი გავაცინებ თქო თითი მიჭირავს ესე. ალის ვარჯიშებიდან მოდიხარ. ალი აბდელაზის, ანუ ალი არის შენი მენეჯერი და ვიკავებდი თავს ახლა სანამ მივირთმევდით, რომ დამესვა რაღაც კითხვები და როგორი ვარჯიშები აქვს ზოგადად ალის და თვითონ გავარჯიშებთ თუ არა, იქ მაინტერესებს. კი, ალი თვითონ გავარჯიშებს, მაგარი ვარჯიშები აქვს იმენა ალის ვარჯიშების მერე იმ ძალიან ვიღლები რა, იმენ ძილი მინდა. კაი ვარჯიშები აქვს, ჯიუჯიტსის მაგრად. ხო, ანუ კარგ ვარჯიშებში რას გულისხმობ, ანუ რას გაკეთებინებთ მაგალითად რა, როგორი დამუშავებებია, წყვილები, ყველაფერი მაინტერესებს რომ დავუწყოთ, წყვილები არის იმენა ყველა პროფესიონალი მებრძოლი, როგორც იცით თქვენ, განთქმული მებრძოლები აქა და მაგათთან მუშაობა ახლა ჩემთვის ძალიან კაია, ბევრ რაღაცას ვსწავლობ მაგათგან. და იმენა სუ ტემპზე გავარჯიშებს, თვითონაც იმენა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს რა. და ტემპზე გავარჯიშებს დროის თემაზე და სუ ვარჯიშობს სისწრაფეზე და დაღლაზე რა. მაგარი ვარჯიშებია. რას გამოვარჩევდი კიდე აი მაგალითად რამე სტრატეგიულ მიმართულებას თუ უფრო აქცენტს ვაძლევთ იქ ჭიდაობა და ჯიუჯიტსი. დგომში სტრაიკინგი. არა, იქ სპარინგი რამე არა, უფრო ჭიდაობა, ჯიუჯიტსი, კრეპლინგი რა. აი დღეს ვინები იყვნენ შენი სპარინგ პარტნიორები მაგალითად? ეს იყო პეჩი მიქსი, მე კიდე ერთი UFC ჩხუბ 66 კილოში, სახელი არ მახსოვს. მე ერთი რა ქვია მაგას ორი წენა შეგეკითხე. ეს მურთაზალი. ო, მურთაზალი ახლა კონტენდერებზე ჩხუბობს, მაგარი მომბრძოლია და მაგდი იყო ამაჩევი. ჩვენი ძმა და მეგობარი. ხო, მაგდის სხვათა შორის ბრძოლა აქვს ახლა ჩანიშნული, თუ არ ვცდები 20 სექტემბერს. წარმატებებს ვუსურვებ, მოკლედ გამარჯვებას ვუსურვებ. შენი დღე როგორი იყო ბატონო ალეკო? რეალურად რაც მოხდა ის მოყვა. კი. ანუ არაფერი ისეთია, უშინ პატარა ოპერაციასავით რაღაც გავიკეთე, მომაჭრეს რაღაცა. პატარა სხეული, ხო და რა ვიცი, დღეს არ მივარჯიშე, დავისვენე. 2-3 დღე არ შეიძლება ოფლიანობა და ძირითადად ვისვენებ, ცოტა ხანში წავალ სამუშაო. ეს არის ჩემი დღე. დანარჩენი არაფერი, ვარჯიშები, ყველაფერი კარგად მიდის. ცოტა შორის გუშინ მივარჯიშე პირველად მუაიტაის მწვრთნელთან, კრუნიუთან, რომელიც რომან დოლიძეს ავარჯიშებდა, ამზადებდა სხვათა შორის. ძალიან მაგარი მწვრთნელი არის. აი რავი, მომკლა რა. 5 რაუნდი ტემპში მომუშავა, ხელი, ფეხი, იდაყვი, მუხლი. ძალიან მაგარი იყო რა. და მე სპარინგები გადავობი და გუშინ დრო მოვედი მთელი დღე, აი გარდათიშვილი ვიყავი. ხო. მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში ნასიამოვნები დავრჩი, იმიტომ რომ ანუ კარგი ვარჯიშები მქონდა ლაპებზეც, მე სპარინგების კარგად წავიდა და კმაყოფილი დავრჩი, ასე ვთქვათ რა. ნასიამოვნები დავრჩი, დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები რა. ერთს დავამატებდი უბრალოდ ეგ კრუ რომანს ავარჯიშებდა, მე მგონი 2 წლის წინ თუ 2 წელიწადნახევრის წინ რა, როგორც მახსოვს რა, მაგის მე მგონი სმითს რო ეჭვებოდა. არა, იმავოვთან ბრძოლამდე ავარჯიშებდა. მერე უკვე აღარ მახსოვს სიმართლე გითხრა რა, შეცდომაში ვარ შევიყვანო ჩვენი მაყურებელი. მე ვიყავი მაგ ჩხუბზე და მაგის ცოლმელის და გვერდზე და სმითთან იყო, მე თუ სწორად მახსოვს. ხო, კი. მაგარი. ოთარ, ძირითადად შენ მოძრაობ ხა საქართველოში, ჩადიხარ, ჩამოდიხარ და ასე შემდეგ და მაინტერესებს რომ
აი მაგალითად MMA-ის დონე როგორ განვითარდა საქართველოში რა. ჩვენ აქედან კი ვხედავთ ძირითადად სოციალურ მედიას და ასე შემდეგ, მაგრამ შენ პირდაპირ შენი თვალებით ხედავ დარბაზებში დადიხარ, სპარინგობ და ასე შემდეგ და მაგრამ მაინტერესებს სიმართლე გითხრა, აი თუ მოგვიყვები ამაზე, თუ უფრო მეტი ინტერესია, თუ უფრო მეტი ჩართულობა არის და ასე შემდეგ. MMA ახლა საქართველოში ძალიან მაგრად განვითარდა, იმიტომ რომ ახლა ახალგაზრდა თაობა მოდის უფრო მაგარი ბიჭები, ვარჯიშობენ, შრომობენ, პირობები აქვთ, კაი, ადრე არ იყო ეგეთი პირობები. ახლა, რავი, ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, ახლა წელს სტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში რა. და ყველა ერთად ვინებიც გადიან, ზბორებზე არიან წასულები, ერთმანეთს ეხმარებიან, კარგ ფორმაში არიან, დღეში სამჯერ ვარჯიშობენ. და მაგრად ვითარდება საქართველოში MMA. ანუ მოდეში დავამატებთ რა არის იცი? ანუ ეხა ახალ თაობას ეხა ვინც არია რა ნაკრებში თუნდაც. მაგათ ამზადებენ როგორი ისე მწვრთნელები იცი, უკვე გამოვლილი ვართ რა ეს სპორტი და მაგათ ანუ როგორი ის არის იცი? ჩვენ ეხა რო ვარჯიშობდით რა, ანუ ჩემი თაობა უფრო ჩემამდე ვინც იყვნენ კიდე რა, უფროსები იმათ არ ყავდათ რა მწვრთნელები ესე რა, დამეთანხმებობთ. არის ყველა ესე ალაგ-ალაგ თავისით რაღაცა. სწორად ავარჯიშებენ, იციან უკვე ყველა. ძალიან ისე მეც ვადევნებ თვალს რა, ეხა შალვა მამაცაშვილი ერთ-ერთი მწვრთნელი ჩემი ძმაკაცი რა. ავიცი შალვას. ხო და მოვიკითხოთ შალვა. ხო და ანუ შალვას მოკითხო. ანუ ბევრი კიდე კაი მწვრთნელი არის რა, ეხა ყველას არ ვიცი ვინები არის. და ანუ შედეგსაც დებენ რა და ძალიან თაობას ზრდის რა, მაგარია. ხო, ანუ რეალურად ეხლა რო ორი ჩემპიონი ყავს ქართველი, ამან დიდი გავლენა იქონია როგორც ხვდები რა. და ბავშვებშიც უკვე წამოვიდა თუ არ ეხლა რავი დარბაზებში რო შევდივარ საქართველოში, ყველგან სავსეა MMA-ის დარბაზებში რა, ყველა ვარჯიშობს იმენ. მოყვარულები ჩვენთან 3 ჯგუფია იმენო, ყველგან ასავსეა იმენ. გურამ ფაით კლუბში ხო? მაგარია. ბავშვებისგანაც ანუ დიდი ინტერესი არის და ძალიან ბევრი ხალხი დადის. იცი რა მაინტერესებს, ანუ ჯიუ-ჯიტსუს თუ ავარჯიშებენ თქვენთან დარბაზში? კი, როგორ? კი, ხო? და ანუ უბრალოდ ბავშვებში მაინტერესებს. ბოქსი, კიკბოქსი, ჭიდაობა, ჯიუ-ჯიტსუ და MMA რა. ანუ ყველა ერთად. მაგარი. და ანუ როგორ არის მაგალითად ვარჯიშები დაყოფილი რა? ანუ ძირითადად ახლა როგორ გითხარი? ორშაბათს გვაქვს მაგალითად ბოქსი. სამშაბათს არის ჭიდაობა. 4 შაბათს ზოგი კროსზე დარბის, ზოგი დარბაზში მოდის, დარბაზში უფრო ჭიდაობაა რა, პარტერი. მერე 5 შაბათს არის ჭიდაობა, პარასკევს არის, ანუ სხვა გუნდებიდანაც მოდიან ჩვენთან სასპარინგოდ და ბევრი წვილია რა ჩვენთან და სპარინგობთ პარასკევს. შაბათს კიდე კროსი. სპარინგები ერთხელ არის მარტო კვირაში? ანუ ერთხელაა და პროსტა ორ შაბათს ბოქსი როცა არის ჯერ დამუშავებაა, დამუშავების მერე ბოლოს 3-4 რაუნდი ბოქსის სპარინგი რა. მე რაც მახსოვს რა, 3 წლის წინ წამოვედი საქართველოდან და KG, ნუ ოქტაგონი რა. სიმართლე გითხრა არ მახსენდება რომელ დარბაზს ქონდა რა. და ეხლა არ ვიცი, ანუ ისევ იგივე სიტუაცია არის თუ კი, გვაქვს ჩვენც იმაზე. ანუ მეორე დარბაზშია დიდი სადაც შეჯიბრებები ტარდება. ჩვენც გადავდივართ ხოლმე იქ, როცა ანუ შეჯიბრებებზე ვემზადებით, გადავდივართ იქა, წვილებით, სპარინგობთ იქ ჩვეულებრივ. კლეტკაზე მუშაობთ სხვა არის ხა თქვენც როგორც იცის. კი, ანუ მე ვერ ხვდებოდი მაგას მანამდე სიმართლე გითხრა, სანამ აქ არ ჩამოვიდოდი და აქ უკვე დავინახე განსხვავება, რომ ესე ღია ტატამზე სპარინგი და უკვე кейჯში სპარინგი საერთოდ სხვადასხვა სამყარო არის რა, ესე ვიტყოდი. кейჯში როდესაც სპარინგობ, უფრო რეალური არის და ბრძოლასთან უფრო მიახლოვებულია. ნუ სიტუაციებიც უფრო მაქსიმალურად რეალისტური არის. შენს დამეთანხმები ამაში და შენს და რამეს ხო არ დაამატე. თუნდა აუცილებელია, იმიტომ რომ ანუ ოქტაგონს გარეთ რომ სპარინგობ რა, ანუ სივრცე გაქვს იქ, ვიღაცას მიეჯახები იქ, რაღაცა გაჩერდები და ოქტაგონზე რო ხარ, ანუ ოქტაშიგნით რო ხარ უკვე რო სპარინგობ, ანუ სივრცე შეზღუდული გაქვს. და უფრო ეჩვევი მანძილს რა დისტანცია გაქვს სიტყვაზე კედლამდე მეორე მხარეს ანუ ხო ხტები რა ანუ აკონტროლებ ყველაფერს და მაგასაც ეჩვევი და სხვანაირი დაღლა აქვს საერთოდ მოწინამდე არ გარბის რა იმენ დაიჭერ და რამდენიც გინდა ურტყი და სულ სხვანაირად იღლები რა ოქტაგონში ან სპარინგებზე ანუ აი როგორ ტემპსაც მისცემ ოქტაგონის გარეთ სპარინგის დროს ანუ ისე მერაბი თუ არ ხარ დაბიშვილი დაიღლები მალევე. ანუ რას გულისხმობ, უფრო კარგად რო აღვიხსნა რა. ანუ რას გულისხმობ და გეტყვი ახლა.
ოქტაგონზე როცა ხარ სპარინგისას რა, ანუ უფრო კონცენტრირებული ხარ, უფრო ფოკუსირებული ხარ და ანუ როიცი რომ ირგვლივ არავინ არ დაგეჯახება. უკვე ანუ მე მაგალითად ესე ვარ რა, ანუ ვცდილობ რომ ანუ რო სპარინგობ, მარტო იმაზე არ ვფიქრობ რომ აი სიტყვაზე ხა მე შენ დაგარტყა მანძილი გავზომო შენთან, არ მაგის გარდა იმაზე ვფიქრობ რომ მე საით წავიდე რომ დამჭირდეს რა, ანუ ხო ხდები, უკან რამხელა სივრცე მაქვს გვერდზე და რამხელა სივრცე მაქვს და ამ ყველაფერზე ფიქრობ მე რა და დაღლას რაც შეეხება კიდე ანუ ტემპს როცა მისცემ რა გალიაში სიტყვაზე ანუ როგორ თქვა რა არ გაქვს რა გასაქსები არსად და ვერ ისვენებ რა აი ხა მიეჯახე სიტყვაზე ვიღაცას ოქტაგონს გარეთ უკვე დაისვენე რამდენიმე წამი გაჩერდის ანუ ბოდიში ძმაო კაი ზვინი რაღაცა რა სალამ გამო ხელს მიყევ და გადი კლეტკაში იმენა სხვანაირად იღლები რა ანუ იქ ვერ გარბი ხარ თან იცი რომ იმენა ერთი შეცდომა დაგიჭერს და всё ანუ всё ვერ გაიქცევი რა მაგრამ იქ ტატამზე როცა სპარინგობ როგორც თქვა დაიჯახები ვიღაცას აუ გაჩერდები ერთ წუთი გაატარებ რაღაცა დრო მიდის რა და ვერც ხვდები მაგრამ იქ დრო ოქტაგონზე არ მიდის პირიქით იმენა იწელება ხო იმიტომ რომ აი მაგას გეუბნები ფოკუსირებული ხარ უფრო რა და ყველაფერს ხედავ რა უკვე რა როიწყებ მანძილის და სივრცის კონტროლს უკვე ხვდები რა ანუ მეც იგივეს ვიტყვი რა, იმიტომ ვლაპარაკობ ხა ამაზე იმდენს, რომ რეალურად ჩვენმა მაყურებელმაც გაიგოს და მომავალმა თაობამ რამდენად მნიშვნელოვანია კეიჩში ოქტაგონში მუშაობა. აი მაგალითად, აი სინდიკატი ხო რამხელა დარბაზი არის და რამხელა ღია ტატამი აქვს რა. და მაგალითად აი აქ რო დაიწყეს სპარინგი რაღაც აწერტილში ტიპებმა ღია ტატამზე აი მინახავს რომ აი მთელი დარბაზი მოირბინეს რა და ერთი მისდევდა ანუ ხო ხდები ანუ უტევდა და მეორე სულ უკან მიდიოდა და ერთი 15 კაცს გადაუარეს ან დაეჯახნენ და ასე შემდეგ და აი აქ ამ მომენტში შანსი არ არის რომ რაღაც გაიზარდო და ბრძოლასთან რეალისტური სპარინგი გამოგივიდეს რა ამის თქმა მინდა მე და კეიჩი კიდე როგორც თქვენ თქვით ორივე ვერსად ვერ გაიქცევი და ისიც ხშირად მინახავს რომ ეს არბენილდეს ვიღაცებს და მე აბა წავო კეიჩიო და თუ კუთხეზე რომ ჩხუბები ხოლმე რომ იმალებიო კუთხეში ვერ გიღებო ვერაფერსო და კუთხე მაქვს დაჭერილი იქ რომ ოაზე ხარ რუსარ გაიქცენ ალეკოს სინდიკატში თავისი ადგილი აქვს მოკავებული არ მოდის არავინ ხო გაქვს დამოყარებული და ჯავშნილია და იმ ხარეს არავინ არ მოდის ხოლმე რა საერთოდ ხო, ნუ ეს გამოცდილება არის რა, ერთგვარი, ესე ვიტყოდი რა. სპარინგ პარტნიორებსაც შეეხება შენც ახსენე, რომ უკვე ბევრი სპარინგ პარტნიორი არის რა ჩვენთანაც დარბაზში. აქა? საქართველოში, ხო? საქართველოში ძალიან ბევრი სპარინგ პარტნიორია. ანუ ხო გეუბნები ახლა ახალგაზრდა თაობა ისეთი მოდის, რომ იმენა ბოლომდე გემუშავებიან, ჟილკის, ტექნიკური. რავი, ჩემი აზრით აი ვიზის თემა თავარი ახლა საქართველოს პრობლემა აქამდე რომ მოვიდე ვიზას ადვილად არ უტყამენ როგორც იცით რა ვიზას რო ჩაურტყამ ბევრ სპორტსმენს რავი ჩემი აზრით ბევრი სპორტსმენი საქართველოსდან UFC-ში კონტრაქტს ააკეთებს კი ანუ მაგაში გეთანხმები მაგრამ სანამ აი ამ ვიზის თემაზე გადავალ უბრალოდ მაინტერესებს ვინმე სხვა გამოვარჩევდი თუნდაც შენი დარბაზიდან აი სახელი და გვარები რო თქვა ბიჭები თუნდაც აუცილებელი არ არის შენი სპარინგი ბევრია ჩვენ დარბაზში ხო მაგარი ბიჭები ანუ რაულ თუთარავული როგორც ის ლეგენდა მოჩხუბარი ვაჟა ციპდაური ნიკა ჯაკონია რავი კიდე ბევრია რა ეხა ყველას ვერ დავთვლები ხო ჩვენთან სპარინგ პარტნიორები ძალიან ბევრია რა აი ვიზის თემასაც შეეხება მაგაში გეთანხმები რომ რთულად ხდება ზოგადად გაცემა და მარტივი არ არის და გამართლებას გჭირდება მაგ თემაში მაგრამ მეორე საკითხი არის კიდე მე რასაც უყურებ და ჩემი აზრით რასაც ბევრი სწორად ვერ აღიქვამს ნუ ესე სოციალურ ქსელებში და ვიდეოებში სხვანაირად ჩანს ყველაფერი ლამაზად თუნდაც ეხლა აქ აგერ ლამაზი ბექგრაუნდი გვაქვს რაღაც კამერები ალაგია მერაბის საშუალება გვაქვს რომ აქ ჩვენს დავსხდეთ გადავიღოთ და ასე შემდეგ მაგრამ ადვილი არის გარეთ სულ სხვა რეალობა არის რა ამის თქმა მინდა აი ოთარი ყველაზე კარგად ხედავს ეხლა ჩვენ მაგალითად აქ რითი ვართ დაკავებულები და ასე შემდეგ და შეგიძლია შენ თქვა მაგალითად რავი ეხლა აი მე ეხლა სამჯერა ვარ უკვე აქ ამერიკაში ნამყოფი ანუ ეხლა როგორ გითხრათ ადვილი არ არის ამერიკაში რო ჩამოხვალ რა ეხლა ბევრს გონია რომ ამერიკაში რო ჩამოვა ეგრევე UFC კონტრაქტს გააკეთებს ანუ ბევრი მოჩხუბარია მაგარი კი ბაზარი არა UFC გადავა ბევრს გალახავს რაღაც ცემს იმენა მაგრამ ეგრე არ არის ადვილად არ იძლევიან კონტრაქტს აქ ცხოვრობაც ადვილი არ არის
ანუ რო არ იმუშავო, აქ ძალიან ძნელია ცხოვრება რა. კი, ეგრე არის და იმას დავამატებდი, რომ ალეკო ეხლა აგერ პროფესიონალი მებრძოლი არის, 2 წელიწად ნახევარი არის აქ არის და მე არ ვარ პროფესიონალი მებრძოლი და ასე შემდეგ, მაგრამ ორივეს ერთნაირად დატვირთულად გვიწევს მუშაობა და უბრალოდ გაჩერების უფლება არ გვაქვს რა, ანუ ცუდ დატყოფის უფლებაც კი არ გვაქვს რა, ამას ვიტყოდი რა. დილით ვიღვიძებთ, მივდივართ ვარჯიშზე, ალეკო თავის საქმეს აკეთებს, მერაბი თავის საქმეს აკეთებს, შენ საქმეს აკეთებს, ანუ ვარჯიშობთ პროფესიონალურ ვარჯიშს. სანამ თქვენ ვარჯიშობთ, მაგალითად მე მუშაობ და ანუ რაღაც social media-ის რაღაცებს გადაღებებს და რაღაცებს ვაგვარებ და ვალაგებ ვარჯიშის მერე უკვე ან რაღაცას მივირთმევთ ან ერთად მივდივართ საჭმელად ან ცალ-ცალკე გააჩნია ვის როგორი დღე გვაქვს და ბიჭები ცოტას ისვენებენ და მეორე ვარჯიშს ემზადებიან მეორე ვარჯიშის მერე მუშაობენ ეხლა ესე ვიტყოდი ოთარი დროებით არის და სპონსორები ყავს ოთარ? სპონსორები არა ეხლა არა ხო? შენ ალეკო? არა ხო ანუ რისი თქმა მინდა რა ამ ეტაპზე არა ამ ეტაპზე არა წინაზე რო ჩამოვიდი ყავდა სპონსორები ანუ რის თქმა მინდა რომ რთულია რა ანუ თქვენი რეალურად თქვენი ჯიბიდან ხდება თქვენი ვარჯიშების დასპონსორება გადაადგილების კვების პლუს მწვრთნელი რო ვაყავს და თათებზე რო დაგარტყმევინოს რამდენი გადაუხადე მწვრთნელს მწვრთნელს გადაუხადე $40 რეალურად რა ეხლა მე რო გადამიხადო სიტყვაზე $40 ვიღაცამ ანუ არაფერი არა საერთოდ რა ხვდები და ეს მწვრთნელიც ანუ შეღავაც გვიკეთებს იმიტომ რომ ჩვენთან ვეცოდებით ხო ხვდები ხო რა ანუ ყველა მისის რომ ეხლა პროფესიონალი მებრძოლი თუ მართლა ვარსკვლავი არ არის ანუ არა აქვს რა იმხელა შემოსავალი რომ აი ესე $200 მისცეს ანუ 5 რაუნდში სიტყვაზე ერთ მწვრთნელს რა ხო ხვდები ანუ აქ ამერიკაა ძვირია ყველაფერი რა და $40 ვაძლევდა კაცი მაგრად მავარჯიშებს ანუ პატივის სცენის მეტი და რავი მადლიერების მეტი არაფერი არ მაქვს რა ხო ხვდები მინდა ხოლმე რომ დაუტოვო რაღაცა ტიპი ხა მაგრამ ანუ ხო ხვდები რა სხვანაირად არ გამოდის 3 რაუნდში და 5 რაუნდში ანუ $40 $50 ეს ახლა ანუ ჩვენთან რო ავარჯიშებს ამიტომ თორე სხვა აი სიტყვაზე სხვა რომ მოვიდეს ახლა მაგასთან უფრო მეც გამოვართმევს და სხვაგან რო წახვიდე კიდე ახლა მე რო სხვაგან მივიდე ლაპებზე და სარტყმელად ერთმა კრევის მწვრთნელმა მითხრა იქ ვიყავი გარსია ვარჯიშებს რა ეს უკრაინელი ბიჭებიც ვარჯიშობენ მან ვიყავი $70 დარბაზის და $50 მწვრთნელს რა ლაპები რო დამიჭირეს თითო ვარჯიში ხო აი ეგრეა რა ძვირია რა ხო ჩვენთან $180 არის სინდიკატი ახლა მაგალითად უფრო ძვირია რა ამის თქმა მინდა იმიტომ რომ პირობები შედარებით უკეთესია ანუ სისუფთავე გადავლების საშუალება არის ამ ხელა სივრცეა დიდი დარბაზია ტრენაჟორების ცალკე არის ანუ იქეთ ტომარები ამ ცალკე დარბაზისა რა სექცია კიდე MMA-ისთვის ცალკეა კიდე და ეგა მაგარი რა ხო ანუ რეალურად თული არის რა სპონსორების გარეშე ხა ძალიან მაგარი ბევრი ხო ძალიან მაგარი ბევრი ქართველი ბიჭი არის რა თუნდაც აი რომ მოდიან აქვთ იმის შესაძლებლობა რომ ამ სპორტში ფეხი აიდგანს თუ ესე ვთქვათ სწორი დახმარება ეყოლებათ გვერდზე და ხელი შეწყობა რა ამის თქმა მინდა და სამწუხაროდ არა აქვს რა ყველას ამის ფუფუნება რომ ესე სპონსორები ყავდეს თავისუფლად იყოს და ამიტომ half time ანუ ნახევარდროს მუშაობენ და მეორე ნახევარდროს ვარჯიშობენ რა ეხა რეალობა ეს გვაქვს რა ანუ ბევრი ესე არის მარტო რამოდენიმე ესე თითზე ჩამოსათვლად თუ არიან ისეთი ადამიანები ვისაც აქვს ამის ფუფუნება რა იმიტომ რომ თუნდაც ეხა UFC-ის ანაზღაურება და პირველი ბრძოლები რო ავიღოთ ანუ იმისთვისაც კი არ არის საკმარის რომ მაგალითად პირველ ბრძოლაში რო გაიმარჯვა აი მაგალითად ну ეხა ჯერ UFC-მდე მისვლა რამდენად რთულია მაგაზე არ ვლაპარაკობ. აი, ოკეი, ეხა მარტივად გაგაგებინებთ, მეგობრებო. ანუ შენ რო ვირჯინ ჰოტელში გაიმარჯვი აქ ტაფენავსე რა. აი მართლა თუ საიდუმლო არ არის პირველ რაუნდში რო ნოკაუტი გააკეთე, აი მაშინ რამდენი აიღე ანაზღაურება? მაშინ ავიღე $2200. აქედან 10% დარბაზ, 10% მენეჯერს, მწვრთნელს და რავი პლუს აქედან კიდე ხა უფასოდ მოვარჯიშებდნენ რამდენიმე მწვრთნელი მაშინ და იმათ მივეცი და ხო ხვდები რა კიდე შენი გადასახადები რაღაც დაგროვილი ვალები ჩხუბამდე და არაფერი რა ანუ ვარჯიშობ ხა იმ ჩხუბობ იმიტომ რომ რაღაცა სამომავლოდ პერსპექტივა იყოს და აი ხა გუშინაც ვილაპარაკეთ თუ გუშინ წინას რომ ანუ ხა თავარი ჩხუბი იყოს ანუ მზად ვარო უფასოდ ვიჩხუბო იმიტომ რომ 9 თვე არის ბრძოლას ველოდები რა.
ფული რომ წარ გადამიხადო ნახა უკვე ისე ვარო აღარ მაინტერესებს რა ვინ უნდა დავიზრა წინ რა ხო ხდები და ეს დანარჩენი ახლა ეს ფული მოვა არ მოვა ეს უკვე ყველაფერი ღმერთის ნება ზემოდან და შრომა დაგიფასდება თუ არ დაგიფასდება ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული და ღმერთსაც რა თქმა უნდა რა დანარჩენი რავი ანუ არ იხდიან ბევრს ახლა აქ არ არის რა საკმარისი არაფერში რა ელემენტარული მარტო რომ მოემზადო მარტო კვებაში რომ გადაიხადო სიკარო გადაანაწილო აი ერთ თვეზე ერთი თვე გაქვს წინ სწორად უნდა იკვებო მე უკვე დიეტაზე რო დაждდები ანუ უფრო მეტი გიждდება უფრო მეტი ხარჯია და წონის კლებაზე რო გადადიხარ უკვე ხო საერთოდ რა ახლა სპონსორები თუ არ ყავს აქ ჩამოსვლა ძალიან ძნელია რომ ჩამოხვიდე ივარდი შოიცხოვრო ძალიან ძალიან ახლა მეც ვეძებდი რომ ჩამოვიდი ახლა ვერ ვნახე რა წინაზე რომ ჩამოვედი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი მომეხმარა გიორგი გაბულაშვილი მოგითხვა გიორგი გაბულაშვილს ჩვენს მასდა მეგობარს დიდი სიყვარულით ოთარ შენც მინდა ეკითხო რომ შენ ბოლობზოლა რო ჩაატარე ამერიკაში რა ტეხასში ხო ტეხასში თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა არ არის საიდუმლო გეტყვი ხო $3600 რა ხო და იქიდან არაფერი არ განამიხდია ხა მენეჯერების მიჯიგრა ალი რა ხო მაგრამ ბოლოს წაგართვის და ახლა ბევრს გონიათ რომ ანუ დიდ თანხებს იღებ მაგრამ რეალურად არაფერი არ არის თავიდან რა ყველას გონია ერთ ჩხუბს მოიგებ და ვსო აი ფულში ბანაუს ხო ანუ რეალურად ბილეთები ჩვენ ვიყიდეთ ანუ რა ღირდა ბილეთები რომ ჩამოვიდეთ $1000 რა თითო ხო თითო კაცი ხო და ანუ ორივე მხარე თუ ერთი მხარე მარტო ერთი მხარე ანუ დაჟე მინუსში წახვედი ხო მინუსებში რომ ანუ ეხა პლუს დარჩენა გჭირდება, ყვება გინდა, მანქანა უეჭველი გჭირდება, რომ გადაადგილდებოდე, მანქანა დაზღვეული უნდა იყოს და ან ძალიან ბევრი ნიუანსია, მეგობრებო. რა ვიცი, ეხა მე და ალეკო აქ რამდენი ხანია ვარ და ჯანმრთელობის დაზღვევა არც ერთ არ გვაქვს სამწუხაროდ რა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი არის რა და ეხლა ცოტა ხნის წინ კბილები ჩამეფშნა და რაღაც ლევი სტომატოლოგიური კლინიკას ლივს მივაგენი, სადაც ცოტა იაფად გამიკეთებდნენ. რამოდენიმე კბილი გამიკეთეს, ხო ხდები და ნუ ვიტყვი ხა მე ზოგადად ისეთი გახსნილი ტიპი ვარ, არაფერს არ მალავ ხოლმე და ერთი პლომბი ჩამომძრა რა. და მაგის მერე ურეკავ კვირა ნახევარი გავიდა და არავინ არ პასუხობს ბიჭო იმელა ჩემი. ანუ ხო ხდები ვერაფერს ვერ იზამ რა. ანუ გეუნებიან რომ ან დრო არ აქვს, თან ხალხი ყავთ, თან წინასწარ ჩაწერები არის და ნუ არ არის სამწუხაროდ ეგრე მარტივად, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაც ვცდილობთ რომ ჩვენი 100% და 1000% ესე ვიტყოდი 100%-ს არ ვიტყოდი რომ აი ბოლომდე ჩავდოთ და თვითონ ჩვენ თავთან რო არ ვიყოთ მე უკმაყოფილოები და პირველ რიგში საკუთარ თავებთან გვინდა მართლები რო ვიყოთ რომ აი მთელი შრომა რო ჩავდევით და ენერგია და აი ყველაფერი ვცადეთ და მე მართლა ღვთისნება არის ესე ვთქვათ რა ჩვენი გასაკეთებელი ყველაფერი ბოლომდე უნდა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა არ ვაძლევთ დანებების უფლებას საკუთარ თავს. შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის ახლა. და ერთი ისიც მინდა ვთქვა რომ ბრძოლების აღებასთან დაკავშირებით რა ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ახლა თქვენი ხო თქვენი თემები ინდივიდუალურია რა თქმა უნდა რა შენ საკუთარი მენეჯერი ყავს შენს მენეჯერი ყავს და ასე შემდეგ მაგრამ მე კიდე სხვა პოზიცია მაქვს ანუ იმის თქმა მინდა რომ თუნდაც ახლა სანამ მენეჯერობას დავიწყებდი და ჩავერთვებოდი ამ ამბებში მთელი ესე ვთქვათ ჩემი დღე ანუ ეძღვნება ბრძოლებს ხო ორივე მიცთან დარბაზი ну იქ მერაბთან დახმარება, ну კიდევ რაღაც ძალიან ბევრი ნიუანსი არის, დიდი გამოცდილება მივიღე და მე რასაც ვაკვირდები 2 წელიწად ნახევრის წინ და 2 წლის წინ გაცილებით მარტივი იყო ბრძოლის აღება და ჩატარება, ვიდრე ეხლა. იმიტომ რომ როგორც ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, ესე ვიტყვი, სხვა ადამიანებმაც ჭკუა ისწავლეს, ყველა თავის რეკორდს უფრთხილდება, ყველას უნდა რომ ჭკვიანური ბრძოლა იყოს, რა თქმა უნდა ესეც უნდა იყოს ახლა შენ დონეს და ებრძოლო და არა ხო ხდები რა ეხა რაღაც ხუთი თავით მაღლა რო დგას ადამიანი რა უბრალოდ ამის თქმა მინდა რომ უბრალოდ მეტი რისკი არის მაგრამ უფრო რთული გახდა რა ბრძოლების აღება ბრძოლების ჩანიშვნა ამიტომ უნდა ყველას UFC-ში მოხვედრა იმიტომ რომ UFC რო გაძლევს უკვე ბრძოლას ანუ შენ უბრალოდ ვერ იტყვი უარს რა ანუ ბევრს ახლა იმის ილუზია აქვს ოთარ და ალეკოს დამეთანხმება ამაში რომ აი მენეჯერები რო ყავთ და ასე შემდეგ რომ თითქოს აი მენეჯერი აი ამას ხო არ ეჭხუბები ოთარ ან ამას ხო არ ეჭხუბები ალეკო ან ამასთან ხო არ გაგისწორდება ძმა რეალურად ესე არ არის მეგობრებო რა პირდაპირ მოგცემენ მოწინააღმდეგეს
აბა მაგარი ბიჭი. შეტყვი და დაივიწყი უიფს. ხო, ანუ ეგრეა რა. აი ჩვენი ძმა მოინაცა. რაღაცა ვერ დასახტო, ვერ აიღო ბრძოლა, რაღაცა პრობლემების გამო და აი ხან ჩხუბს არ გაძლევდა. ხო, ეხლა ძალიან დიდი ხანია ელოდება და ალბათ short notice მიცემენ რა, სავარაუდოდ. უბრალოდ იმის გამო, რომ რაღაც ისეთი პრობლემა ქონდა თვითონ პირადული, მაგის გამო ვერ აიღო ბრძოლა და ასე მოლოდინის რეჟიმში არის. შენ რაღაცის მაგინდოდა ბოდიში გაგაწყვეტინე. რას ამბობდი? აროჩი. აი ბრძოლებზე ვიტყვიო, რომ ბრძოლებზე, ხო. ანუ ეგ წინაზე რომ ჩამოვედი კონტენტერებზე რომ ვიჩხუბე 3 თვე ვიყავი ამერიკაში და ვაქცევდი ყურადღებას რა და ეხლა ბიჭები აი ალეკოც, რავი, ძალიან ბევრი ბიჭია მაგარი რომ ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ რა 6-0-ზე, 7-0-ზე, 10-0-ზე და ჩხუბობს აძლევენ და სანამ ორი კვირა დარჩება შეჯიბრამდე უარს ეუნებიან მოწინააღმდეგეები რა ემზადებიან რა ხარჯებიც ხო არის არა მომზადებაში იმაში და უარს რო ეუნებიან ფიზიკურად უკვე ჩხუბი აღარ არის რა მენტალურადაც ძალიან რთულია ხო რომ ემზადები მაგალითად სამთვიანი კემპი მე მგონი არაზუს არ ქონია რა ეხა ალეკო აქ არის სულ და მაგიტო ვამბობ რომ ყველა სულ მოკლევადაში რას კი ჩხუბი მოხებული ყველა ესე 3 კვირით ადრე 2 კვირით ადრე მაქსიმუმ აი 4 თვე 4 კვირა რა აი აქ არიან ბიჭები ძალიან მაგარი ბიჭები არიან 3 წელი აქ არიან 3 წელში ერთი ჩხუბი აქვს ჩატარებული ძნელია თან ეხა ანუ ქართველებს უფრო ვერიდებიან ავი რამდენი ჩხუბი ჩამიგდეს ყველა მოარი თქვა საქართველოს დროშა ხა გაიბრწყინა და უკვე ერიდებიან ქართველებთან ჩხუბს რა აი როგორც ვატო თქვა რა წევანი ისა ყველა რეკორდს უფრთხილდება უყურებენ ახლა ანუ მაგარ ბიჭთან არ უნდა ჩხუბი რა ისე უნდათ რომ გათიშონ რაღაცა სანახაობრივი იყოს ან მაგარ ბიჭთან ახლა ვერ გათიშავენ იციან და როცა ჯერ დათანხმდებიან და მე როცა ხედავენ მაგარი ბიჭია სხვა ჩხუბებსაც უყურებენ რაღაცა ბოლოს უარს ეუნებიან რა ხო თემა ადვილი არ არის აქ ჩხუბების პოვნა რა ალეკოსთვის ნუ 3 მოწინააღმდეგე იყო ეხა რეალურად და ალეკო ყველას დათანხმდა და 3-ვე მოარი თქვა რა არა და ვიტყვი რა ერთი ყოფილი UFC-ის მოჩხუბარი იყო 12 ბრძოლა ქონდა თუ 13 ბრძოლა UFC-ში შატარებული ძალიან მაგარი ბიჭი რა ანუ მაგარი გამოცდილი ეხა სახელდაგვარს არ ვიტყვი უბრალოდ ვის თავაზობდნენ რა ალეკოს და ანუ მაგარ UFC-ის მებრძოლებთან აქვს ბრძოლები ჩატარებული ეგ ერთი მეორე ანუ 15 რაღაცა ქონდა რეკორდი თუ არ ვცდები რა ანუ მეორეც მაგარი ბიჭი იყო სტრაიკერი ალეკოც იცის ეხა რომ არ ეჭიდავება და ასე შემდეგ და დგომში რომ დაუდგებოდა და დგომში რომ ეჩხუბებოდა და იმანაც უარი თქვა რა და ანუ მენტალურადაც რთული არის მე რომ სულ რო ვარჯიშობ აი დღე-დაღამე ამას რო ვაკეთებ ანუ ჩვენ ხო აქ რაღაც ფულის საშუალებლად არ ჩამოვსულვართ რა ჩვენი რაღაც კარიერული მიზნები ქონდა ყველას და ანუ სპორტულ მიზნებზე მაქვს საუბარი და ამისთვის ჩამოვედით და ამას ვცდილობთ რა ამის თქმა მინდა და მე უკვე აი რაღაც შინაგანადაც რთულია რაღაცა მომენტებში ხო ხდები რომ ეხა ბევრჯერ ქონია ჩვენ ისეთი მომენტი რომ აი თავში ხელი შემოგვირტყია და აღმერთო აბა რა ვიცი სწორად თუ ვაკეთებ სწორ გზაზე თუ დგავართ და აი უკვე ეჭვები რო შეგაქვს საკუთარ თავში და ამაში მაგრამ ჩვენ მაგალითად ერთმანეთს ვამხნევებთ და ყველაზე დიდი პოზიტივი ადამიანი მერაბი გვყავს ვინც მართლა აი მერაბს აქვს რაღაც სასწაული გამოცდილება უთან რა აი ხანდახან მივდივარ ხოლმე და აი ყველაზე რთული მომენტები რომ აქვს მერაბთან მივდივარ რომ აი მეთქი აი რაღაცა მითხარი მირჩიე რომ აი რა გავაკეთო მეთქი აი რას დავეტაკო აი მეთქი ან შენ არ ქონია ეგეთი მომენტი როგორ გადაიტანე მეთქი და რაღაცა და მერაბს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რა ეხა მერაბზე რთული გზა მე მგონი ბევრს არ გაუვლია რა ეხა ესე ვიტყოდი აქ რომ მაგალითად კაცი ჭამიებს რომ გიგდებენ მოწინააღმდეგეებს და ბევრი რომ უარს ამბობს აი მერაბი როგორც მოხვდა UFC-ში ყველამ კარგად ვიცით ხო იყო დაუმარცხებელი ადამიანი რეალურად მასაძლებდნენ შესაძლებლობას დენა ვაიტი რომ მოვიდა საყურებლად და UFC-ში მისი გადაყვანა უნდათ და ანუ მერაბი ესე ვთქვათ ხო ხდები რა ეხა მაშინ ესეთი გამოცდილი არ იყო და აი გადაუარა რა თავისი ხასიათით, ჟილკით, თავდაჯერებულობით, ნუ ეგრევე, რა ვიცი, დააფინიშა და სასწაულია, ჩემთვის ეს ძალიან დიდი მაგალითი არის რა, ეხაც რო ვლაპარაკო, აგერ სულ დამბურძგლა რა. და ანუ იმის თქმა მინდა რომ მერაბსაც უეუნები რომ მერაბს რო უყურებ
ხვდები რომ სამართალი არსებობს ამ დედამიწაზე და ღმერთი არსებობს და შრომოფასტები. თავარია შრომა და არ დანებება რა. ძალიან დიდი мотиваცია არის მერაბი ჩემთვის ამის თქმა მინდა და მე ეხლა მაგარი ბედნიერი ვარ რომ აქ ხდება ეს ყველაფერი. მერაბის სახლში ვართ ახლა და მადლობა მერაბს ამისთვის რომ ძალიან ბევრ რაღაცაში გვიდგას გვერდში და მადლიერი ვარ მე პირადად. მადლობა მერაბს. მერაბს ბევრი მადლობა ეკუთვნის. ყველა იმ ადამიანისგან ვისაც დახმარებია და რავი რა იმდენ სიკეთეს აკეთებს და იმდენ კარგ საქმეს აკეთებს რავი. ეგრეა. გაახაროს ღმერთმა ძმაო. აგიტომაც არის ნადირი ხა. მერაბის ბრძოლაც კარებთან გვაქვს ბიჭებო, თემა თავისით მოიტანა. დღეს 5 სექტემბერია ჩვენთან. ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი რა. ზუსტად ერთი თვე T-Mobile არენაზე ერთ თვეში. მერაბის მარჯვენა, მარცხენა, მუხლი, ტეიქდაუნი ყველაფერს ვნახავთ. ფოტოშურს ახლა ვემუშავე და უფრო მაგარ ხოძეა რა მერაბი და მაგარ ფორმაშია. ჩემი აზრით დროზე ადრე დაამთავრებს. კაი ხო? გაგზნობილა? კაი ხო რა. ჩვენ ხუმრობთ მეგობრები ერთმანეთში. მეგობრები, კარგი მეგობრები ვართ ერთმანეთის და ერთმანეთს შეგვიძლია ამაზე ვიხუმროთ რა. ბოდიში გაგაწყვეტინე მერაბის განვითარებაზე საუბრობდი და რას გამოვარჩევდი მაგალითად? ანუ ახლა ან დიხანიაზე ხო არა, დიხანია სასწაული აქვს იმენ არ იღლება და რავი ფორმაში ახლა მაგარ ფორმაშია რა, ჯანზეც არის და ფიზიკურადაც არის ხოძე, დიხანია ხო აქვს იმენა. რავი ჩემი აზრით დროზე ადრე დაამთავრებს რა ახლა ჩხუბს. კაი ფორმაში 4 ოქტომბერს გვაგვახარებს. კი თავარია გავიმარჯვეთ მოკლედ მეც ესე უყურებ რომ თავარია გამარჯვება იყოს და დანარჩენი უკვე შრომაფასდება ვარჯიშობს დღეში 2-ჯერ 3-ჯერ ხო ხედავ არა ეხლა სად არის თუ იცით მერაბი დარბაზში კი ვარჯიშზე ჯიუჯიტსუზე გონია რომ არასდროს არ ისვენებს და ყოველთვის ერთნაირად ემზადება რა ანუ ყოველთვის ესე 2-ჯერ 3-ჯერ ვარჯიშობს დღეში ყოველ დღე და რავი, ანუ სულ მგონია რომ ემზადება რა. ჩუბი აქვს, არ აქვს, ანუ სულ მგონია რომ ემზადება. და როგორც ტექნიკა და რაღაც აი ძალიან განვითარებული აქვს. ძალაც აი წინა ვიდეოში ვილაპარაკე რომ არ ვიცი, ჩხუბიდან ჩხუბამდე ძალიან აი შეცვლილი არის რა. ტექნიკურადაც ძალა ხო საერთოდ რა. გამძლეობაზე არ ლაპარაკობ არაფერს ახლა. სულ თქვა და კარდიოზე. არ ვიცი, ანომალიური მოვლენაა თუ გეუბნები შენ. დღეს პარასკევის საღამო არის. ხვალ შაბათია და ხვალ სპარინგები გვაქვს დარბაზში. 5 რაუნდი ოფიციალური არის მერაბისთვის და მე ხსნილია არაოფიციალური. რამდენი იქნება არ ვიცით. კვირა დღესაც მთებში ვაპირებთ. ხო. 5 რაუნდი კი ტატა. კი. კვირა დღესაც აქტიურად ვარჯიშობს, ესე ვიტყოდი. ეხლა უკვე დაგეგმილი გვაქვს, რომ კვირას მთებში წავიდეთ იქ ჩვენ საყვარელ ადგილას, სადაც დავრბივართ ხოლმე ყველა და სადაც ვარჯიშობთ ხოლმე Mount Charleston-ზე. კვირა დღეც არ არის დასვენების დღე და ფაქტობრივად ანუ არც ერთი დღე არ არის დასვენების დღე რა. სულ ესეთი რეჟიმი არის. ეხლა მერაბის კარდიოზე რო ამბობდი და ეს კარდიო ხო ესე თავიდანვე არ ქონია ეს ყველაფერი გამოვიმუშავეო რა, თვითონ ამბობს და შრომით ყველა კი, ანუ სულ აქტიურად არის თვითონ არაძლევს თავის თავს დასვენების საშუალებას და მე ყველაზე მეტად მერაბის მენტალიტეტი მომწონს, რომ ანუ თუ 2-ჯერ არ ივარჯიშა დღეში მინიმუმ აქ საუბარი და თავის თავი არ დაღალა და არ გაწურა, ჩვეულებრივი დეპრესია აქვს ადამიანს რა, ანუ დეპრესიაში ვარდება და ცუდად ხდება რა. რაც კარგი ჩვევა არის, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ აი მაგ დონეზე სხვანაირად ვერ მიხვალ რა. გამორიცხულია რომ ესეთ დონეზე სხვანაირად მიხვიდე თუ ესე მაგრად არ თხო საკუთარ თავს და არ აძალებ ხა მერაბსაც გაუსწორდებოდა აქ ჩვენთან ერთად რო იყოს ილაპარაკოს პოდკასტი ჩაწეროს და ასე შემდეგ ან გაერთოს იხალისოს და რაღაცა მაგრამ ხო იცი რომ თვითონ არ აძლევს თავის თავს მოსვენების საშუალებას და არც ვიდეო თამაშებს თამაშობს სასმელსაც არ ეყარება საერთოდ ანუ 1 გრამსაც ნუ სხვა რაღაცებზე ხო ზედმეტია საერთოდ საუბარი იკვებება ჯანსაღად არ სვამს გაზიან სასმელებს ანუ კოკა-კოლას და მსგავს რაღაცებზე მაქვს საუბარი ნაბეღლავი კი ბატონო იცოცხლე ნაბეღლავის ძალა მოგცეს ღმერთმა
ჯანსაღად არის რა, მაქსიმალურად ორგანულად იკვებება, ყველაფერს ორგანულ საკვებს ყიდულობს. მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების სტილი აქვს რა. აი, საერთოდ ეგეთი მომენტი არ ქონია მერავს რომ ესე ისვენებდა და რაღაც ძალიან დიდი რაღაც ის ქონდა აღებული პერიოდი ჩხუბიდან ჩხუბამდე. აი ამ პერიოდშიც კი არ მინახავს მე არასდროს რომ რაღაც თუნდაც კოკა-კოლა დაელიოს მერავს ან რაღაც junk food ეჭამოს ან სწრაფი კვება ან რაღაცა რა ამის თქმა მინდა რომ მაქსიმალურად ჯანსაღად რა და მაგიტომაც აქვს ეგეთი ორგანიზმი, ეგეთი გამძლეობა, ვარჯიშებიც რა თქმა უნდა სულ ვითარდება როგორც ჩვენ თქვი და ტექნიკურ მხარეს ხვეწავს რა. კი ვითარდება ახლა. ძალიან ბევრ სპარინგს რა მეც რაც ვაკვირდები. ანუ 5 რაუნდს ჩემთან სპარინგოს, ჩემს მერე კიდე 2 წყვილს აცვლის. მერე ანუ 5 რაუნდის მე უკვე ვეღარ ვისპარინგობდა. მერე რო ხედავ კიდე მერაბ გასულია ტატამზე სხვაზე სპარინგი. ანუ ძალიან ბევრ სპარინგს, ანუ ეგრე რა შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. ჯონოს ნერვები არ ყოფნის ხოლმე 5 რაუნდი კუთხეში უდგას და მე უკვე კიდე რო შემოყავს მე რას ხალხი ხელებს წერს და გარბის ხოლმე აღარ შემიცლია. მოკლედ წარმატებები მერავს. კი, წარმატებები მერავს და გამარჯვება აუცილებლად მერაბ, შენი ჯერა ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია ხარ და შენს გარეშე ჩვენ სამივე ხა აქ არ ვიქნებოდით რა, ანუ აბა შენიცი მოკლედ, უნდა გაგვახარო კიდევ ერთხელ აუცილებლად, ყველას გვჯერა. ესეც იქნება რა. ალექსანდრეს ბრძოლას ჩაგვენიშნა ბიჭებო, ამასობაში. ალექსანდრე თოფურია. სხვათა შორის კაი მოჩხუბარს ახდება ახლა. კი, უმარს ქონდა იმ ბიჭთან ბრძოლა, უბრალოდ მე გათიშა კატარი, ხო? ბეკზად ალმახანმა ბრედ კატონა გათიშა. ხო, კატარი და მეთქი უცებ კელვინ კატარი და ანუ კელვინ კატარი მეთქი როდის გათიშა ბრედ კატონა, ხო? ბრედ კატონა, არა უშავს. ამ ბიჭმა მაგარი მებრძოლია ის. პირველი ბრძოლა, სადებიუტო ბრძოლა. ქონდა UFC-ში უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ რა. სხვათა შორის მაგრად ეჩუბა. კი, კაი ბრძოლა იყო. 3 რაუნდიანი იყო, ხო? კი, 3 რაუნდიანი იყო. ბრედ კატონა პირველ რაუნდში გათიშა. UFC 315-ზე იყო ბელალ მუჰამედი დელა მანდალენას წინააღმდეგ და ალექსანდრესთან ეხლა უკვე ну რა თქმა უნდა მე როგორც მეგრელი სამეგრელოშვილი და ასე შემდეგ ვიცი რომ არ ვიცოდე სხვადასხვა არც ვიტყვი არაზრს რომ რა თქმა უნდა ანუ ორი აზრი არ არსებობს მაგაში რომ ალექსანდრე გადაუვლის მაგრამ კარგი ბრძოლა იქნება იმიტომ რომ გამოცდილი ბიჭი არის ჯგირო ორი ბრძოლა აქვს უკვე ჩატარებული UFC-ში უმარ ნურმაგომედოვთან სადაც კარგი გამოცდილება მიიღო მიუხედავად იმისა რომ დამარცხდა ესე ვიტყოდი და ბრედ კატონა დაამარცხა პირველ რაუნდში მაგარი ბრძოლა იქნება ახლა საქართველოში ტარდება ბრეივი ხო ბრეივი ტარდება საქართველოში ხო და მე მგონი რაულ თუთარაული იჩხუბებს ხო იჩხუბებს კამარზე ვაჟა წიფტაური იჩხუბებს კიდე რამოდენიმე ქართველი მებრძოლი იჩხუბებს რა პირველად ტარდება ბრეივი საქართველოში მაგარი ორგანიზაციაა ძალიან კი ქართველები ვინები ჩხუბობენ კიდე ხო არის კიდე მე მგონი ზუსტად არ ვიცი რა ჯერ 3 ოქტომბერს აპირებენ მაგ ჩატარებას ირაკლი კუჭუხიძეს ბრძოლა არის ხვალ მისურში ხო გუშინ გაფრინდას ხო ნუ ირაკლი კუჭუხიძე ჩხუბობს კიდე ახლა ხვალე კიდე ჩხუბობს ნიკა ჯაგონია კაზახეთში ოქტაგონ ლიგაში წარმატებებს უსურვებ ჯაკო წარმატებები ძმაო მაგარია რაც ესეთი საინტერესო კითხვებიც მაქვს ბიჭებო თქვენთან ისე თქვენ გისპარინგიათ ერთმანეთში საქართველოში კი ერთხელ ხო კი ერთხელ ორი შევიყავთ მოსულ მე მგონი მახსოვს მეც ვიყავი მაშინ დამიშვაოთ არა მომაყარა ბზიკივით დარტყმები და არა გატყუებდი მე ჩავიყვანე ხელს რომელი გადაწევს აზდი არ ვარ არ უწევს მეც არ ზევით ავწევ სპეციალურად დაგისიდეს კითხვა არ ვიცი ეხლა თქვენთან მაინტერესებს რომ ოთარი მოხდა მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე და შენ მოხდი მეორე უკაცრიელ კუნძულზე ვინ უფრო დიდხანს გადარჩებოდა თქვენი აზრით ცურვა იცი ოთარ კი მაგრად ვიცი მაიმუნებზე ნადირობა მე ფიქრობ მე უფრო დიდხანს გავძლებდი რატო ოთარა შევჭამდი ბოლოს
რა იყო და შორს დავიწყე კაცი ჭამია ყოფილა ჩემ. არ ვიცი. ბიჭო, რავი, ხა ცალ-ცალკე გავქაჩავდით, მაგრამ ერთად უფრო მოაზე ხარ, დიდხანს. მაინც ოთარ შეჭავდი. მაინც ოთარ შეჭავდი. ბოლოს კანიბალად გადავიქცეოდი. არა, რავი, ხორცია. შია იმე. მე მგონი მომშივდა ბარდა. ოთარ, ყველაზე ესეთი სასაცილო ისტორია რა გახსენდება ბრძოლის კვირიდან? ეკლერზე ფიქრობდი. შეებიას ბავშვი. გახსოვს. აუ ეხლა ვიმელა ეხლა კონტენერებზე რო იყო ჩამოსული რა წერს და აუ ეხლა იქ მადარტის ეკლერი რა გაასწორებთ შენ ალეკო რა გახსენდება ყველაზე სასაცილო ესეთი ბრძოლის კვირიდან? და სასაცილო არაფერი იმიტომ რომ ბოლოს წვალობ რავი შია წონას ვიკლებ ერთხელ იყო ჩხუბამდე რა მიშკამ გამომიარა რა და ბიჭო გზაში მომშვიდა რაღაც სასწაულად დიღომში იყო ჩხუბი და მომშვიდა აი რავი არ ვიცი როგორ და მეთქი რავჭამო ეხა წავიდით მაკდონალდსის ბურგერები ვჭამოთ თბილისში ჩემი ჩხუბამდე და მე ბაკი მახურებდა რა ბაკურა წარმოიდგინე მოვკვდი ბიჭო არა მე მაგდეს მოვიგეთ და მაკდონალდსის ბურგერი აშვება სიო სპონსორები გამოვიშვა სპონსორმა მოგცა $1 მილიონი პირველი რას გააკეთებდი ხვალ ბიზნესში ჩავდები ясნია ძო და მე ვიგულავებდი შემოსავალი всё ავი რამდენი მილიონი ყველაფერი ისე გაძვირდა ბაითები იყოს უკვე მილიონი ხო მე ვთქვა სიმართლე ვთქვა ანუ ეხლა ამ წუთას რომ მომცე მილიონი რომ მომცა ეხლა ამ წუთას კბილებს გავიკეთებდი ესე სამოჯერი დაიღო ოქროს კბილები გინდა საადამა კბილები ვაფშე არა მაქვს მაგიტოშია რაც აქ ჩამოვედი იმის დედავატირე ჯანმრთელობა ბიჭო საჭმელს ვერ ვჭავთ წუწნით პროსტო რა საჭმელს მოხარშული ფაფა ძმა ეგრევე ხო ის მოხუცე რა შევიქებზე ვარ გადასული ჩემ ცოტა ხანში ის მოხუცები ვითხა რა ჩარო რა ვაფშე არაფერი არ მეთქიდა ხო იცი მოხვედი გუდუ სუცხვირი ვუტყი მუხლებში ოთარ აი მაგალითად UFC გაძლევს, აი როგორ ბრძოლას იცი? ნებისმიერ შეგიძლია ეჩხუბო რა, თამაშის გმირებს, ფილმის გმირებს, შეიძლება რაღაც საერთოდ სხვა სამყაროს გმირებს. აი შენი ვის აირჩევდი შენს ოპონენტად? ოპონენტად, რავი, თავარი UFC ჩხუბი მომცემდა. ვინც გინდა ის იყოს ყველაზე ჩხუბი. მე გეკითხები რომ ანუ რავი, იმას რა ქვია, იური ბოიკას. ვის? იური ბოიკას. ბოიკას. ოტარო versus იური ბოიკა. ჩვენ ცხოვრობთ გლებივით და ქუჩარის ბინა, ყველა კუკიაზე წევს ვინც. გევასება იური ბოიკა? მაგათ ჩხუბს. უყურებდი იური ბოიკას ფილმებს? კაიღო. მესამე ნაწილი ნანახი გაქვს. შენ ალეკო? ჯვარავის ამოჩხუბებს რავი და ვაფშე. ხალილამ ხო გითხრა სკორპიონს, მე რეიდენს ვეჩხუბებოდი ისე. გოსტოვ ცხუმარი versus რეიდენი. ყველაზე ცუდ ხუმრობებს მიყვება დარბაში. შენი აზრით? სად დარბაში? საქართველოს შენ დარბაში გურამ ფაით კლუბში. აქ რავი. აბა აქ სახელები არ გახსოვს არავის და ყოველ ჩამოსვლაზე ხელახლა გაცნობთ ყველას და გურამ ფაით კლუბში ყველაზე ცუდ ხუმრობებს მიყვება. ყველაზე კარგს კაბულა ყובה ეხა ვიცი არ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი და შემოგვინდია როსტომ. ხო, არ ვიცნობ როსტომას, მაგრამ მაგარი ბიჭი ეხლა ცოტა ჟეს. აი, როსტომას გა. დასამბობდი? ანუ ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე მზადება რა. ყველა არიან ეხლა სბორებზე გორში რა და ყველას უსურებ წარმატებებს. წარმატებებს რო როსტომას. წარმატებები ბიჭებს. ყველა სპორტსმენებს. ოთარ მოჩხუბარი რო არ ყოფილიყავი სად იმუშავებდი შენი აზრით ანუ რას გააკეთებდი? რავი, სადაც იმუშავებდი რა. ბიზნესი ექნებოდა ზმა. ლილოში. ბიზნესი ექნებოდა. ხო, მაგრამ ეგ ბიზნესისთვის საიდანაც ხო უნდა მოიტანო ფული და რაღაცა ხო უნდა გააკეთო ჯერ ესე. წებია ტრენერობას დავიწყებიან რაღაცა. არა, ვაფშე დაანებე ჩხუბებზე ფიქს თავი სპორტი ვაფშე სადღაც. სპორტი რო არის. სხვაგან ხარ. რავი, ზმა რა გითხრა აბა. რა გამომხედა? რავი, დავიწყებდი ონლაინ გაყიდვებზე რა. ხო, თუნდაც.
კი ბატონო, რატომაც არა. მისაღები პასუხია ჩემო ძმაო. თქვენ პატივცემულო ალეკო. ვაკეთებდი და ალბათ ვიქნებოდი სტანტმენი. კასკადიორი. თან რაღაც გამოცდილებაც მაქვს, ეხლა მე მიღია მონაწილეობა რაღაცეებში და ერთ ფილმში 1000-ჯერ მოვკვდი მაინც დაახლოებით სხვადასხვა მდგომარეობაში, ვითარებაში. აბა კოტრიალით გადავარდ თუ გააკეთეს კამი. რატო? იმიტომ რომ ის ის პატარა. ოკეი, იზვინ. ოპერაციები. გარეულ ცხოველთან რომ მოგიწიოს ბრძოლა რა. მაგალითად კენგურუსთან, ლომთან, ან ვეფხვთან. მოდი შენი იყოს კენგურუ მოწინააღმდეგე. როგორ მოუგებდი? კიდაობით. ანუ რამე ისე ძლიერი ფეხი და რაღაცა კუდი აქვს და რაღაცა გადაყვანა გაგიჭირდება. გომშიციან გარაჩხუი როგორც გამიგია. ისუდეო გაქვს ნახი? კი. ძაღსო დაითრევს და ტიპი რომ მივარდება და ბაკაოს გაარტყავს. ეგ ნაღდია ხო? ო, ნაღდია. ალეკო შენ მოგიწია დათვთან, ჩხუბი, რითი დაამარცხებდი? რავი, დაამარცხებდი დავს ბიჭო. რაჭულია? იშველი ხელებით? ანუ იარაღი არაფერი არ მაქვს. იცი და მომკალი შეჭება პირდაპირ. ხეზე ავზრებოდი უნდა. ხეზე მომყვებოდა ის. ბიჭო თავს მომეკვდა რომ ნებდი. აი ეს მოვკვდები და ხუსეინასი არ იყო. ყველა მოვკვდებისა და ხუსეინა ყოველ იმაზე დარბაზიდან გამოსვლას დამშვიდობებს მაგრამ ხელს გვართვეს და მალე ყველა მოვკვდებით უგორება და მიდის. აი ხო ისი რა პონტი მშვიდობიანი დღეები ჩემო. ხო. მალე ყველა მოვკვდებით. ყველაზე ისეთი უცნაური რა უკითხავთ შენს კომაგებს შენთვის რა აი შეიძლება ამაზრზელი იყოს და ასე შემდეგ. ეგ ჩხუბის მერე? ზოგადად ცხოვრებაში. ცხოვრებაში. ისეთ ტიპია მოსულ ჩემთან რომ ჩხუბის აზრი არ არის ხელისხნევის რაღაცა. მე მასწავლე და ეგ უნდა დაგირტყა, ეგ უნდა დაგირტყა. გამიმეორეთ კითხვა თუ შეიძლება. ყველაზე უცნაური რა უკითხავთ? ანუ ფანებს კომაგებს შენთვის აი ჩხუბის მერე ჩხუბამდე არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე უცნაური. ჩაფიქრდით მო? გეტკინა? აი კითხვა რა. ხო, აბა უცნაური არ არის, ეხა კაცი შევდივა, ჩხუბობ მირტყავე ხელს, ფეხს და რატო მეკითხები? ერთი ეგ. და რამე ხო არ შემოუთავაზებიათ? ჩხუბის მერე? ხო. ოთარ ცალი ხელით რომ მოგიწიოს ჩხუბი რომ ხელს დაიბა. დაიბა. რომ ხელს დაიბა რა. რომელი ჩხუბება? მარჯვენას. მარჯვენათი? მარცხენათი ვიჩხუბებ, მარჯვენას. ოკეი. შენ ცალი ფეხით რომ მოგიწიოს ჩხუბი რომ ფეხს დაიბა? 100 კილო ვარჩევი თუ რა იყო. ცალი ფეხით როგორ ვიჩხუბე? რავი, ალბათ მარჯვენას. და მარცხენათი ჩხუბებ? ხო, ჯიჯი. ორი ფეხი ვაფია და ერთი თუ დავიბირა, ანუ ორივეზე ვდგავარ, მაგას იძახი, იძურას იძახი, რავი. ანუ ერთი ფეხი უნდა და просто არ ვარტყავ. ანუ ერთი ფეხი უნდა დაიბარა. სად დავიბარ, ასე დავიბარ. რაღაცი კოკაიფებ. ვიხდა. სად დავიბარ. შენი აზრით აი ჩვენ სამეგობროში და სანაცნობოში და ასე შემდეგ ვინ ატარებს ყველაზე საშიშად მანქანას? შენს სპორტულ სანაცნობოში ესე ვიტყოდ. სპორტულ სანაცნობოში. ვლაჟე წიფტო. ხო. რატო? ის ამოკლებს მაგას. ამოკლებს? ანუ კარც შეეჯახება რა. ვაჟა. ჩემი ძმა. ერთად ვართ. ალეკო, ჩვენ სამეგობროში ახლა აქ უკვე ვეგაში ყველაზე ცუდად ვინ ამზადებს საჭმელს? ყველაზე ცუდად კაი, მოდი პირდაპირ თქვა თუ ყველაზე ცუდი საჭმელი რა გაუკეთებია ლაშავესხს. რავი, ლაშავესხს გაკეთებული საჭმელი ვაფშე არ მიჭამია და არ მინახავს თვალით, მაგრამ ლაშა. მოდი მე ესე დავსვათ, ყველაზე მაგრად ვინ ჭამს? სუშია ჩემი. სუჭამაზე ფიქრობს რა. მე არა, ლაშავს ვიტყოდი მაინც. ეს ყოლი და პომიდორი როგორ ჭამს? აგრაც ავარ იმენა სუ ხამერო იყოს, დილარო იყოს, ლაშა სუშია იმენა რა ვჭამოთ. რა ვჭამოთ? ბურგერი ხო რა ვჭამოთ? იმენ მაგრად ჭამს. რა სჭამთ ხოლმე? ამაუყვარს ბურგერი.
მე რო ჭამს ეგრე იმიტომ რომ გიაში ორი ჩხუბი მოიგო. წინაზე რო ვიყავ ჩამოსული, მაშინ ჭამდა ბურგერს რა. მაშინ მეც ჭამდი და ეხლა აღარ ვჭამ, იმიტომ რომ ბურგერი ცუდია. სლოგანი. ბურგერი ცუდია, ბურგერი კლავს, არ მოწიო ბურგერი. ბურგერი ცუდია ძმა. კარგი რა არის? ბაჟე, ხარჯო. კარგი არის სტეიკი, კიტრი პომიდორი. ფოტოშოპს ისეთი სალათი გააკეთა. ვატო შეფიქოს. ვატო როაკეთებს საჭმელს, რა ვიცი. აი, ხარ გამაწიფოთ, მაგრამ აქ ზოგადად აი ხბარემ შევეხოთ მაგ თემასაც რა. ჩვენ რაც გვენატრება ქართული გემოები არის და ინგრედიენტები და ეხლა აგი როთარი რო ჩამოვიდა დედაჩემის გამოყოლებული რაღაცეები თვითონაც ჩამოგვიტანა ძალიან ბევრი სულგუნის ყველი და კიდე ცხრის ყველი და სუნდელები, სვანური მარილი, ნუ აშამაც ჩამოგვიტანა რა თქმა უნდა ჩურჩხელები და რაღაცეები და აი რამოდენიმე რაც ჩამოვიდნენ ბიჭები ნეტარებაში ვარ რა მაცივარს გამოვაღებ ყველი დევს ბედლიერია როგორი უბრალოდ პომიდორს დავჭრი უკვე სიო რა ჭადი გააკეთა უბრალოდ ხო ანუ აქაურ საჭმელს ანუ გემო არა აქვს რა პირი შეიძლება სიტყვით კეთან გემო არა აქვს და ანუ აი ერთხელ შეჭამოდი ყოველდღე რო ჭამ მე უკვე ბეზრდება ბიჭო და გემორასაც აქვს ეგ ძალიან ძვირი ღირს რა ამას დავამატებდი რომ რო წახვიდე და ორგანიკ ფუდი რო იყიდო PI-ში კარგად აკეთებენ საჭმელს ანუ გემრიელად რა კი მაგრამ PI-ში მარტო UFC-ს მებრძოლი თუ შეგიყვანს და ჩვენ მაგალითად ეხა მერაბს შევყავართ ხოლმე და შენს რომ მოხდები UFC-შიც ან შენ მე არ დამივიწყოთ რა პარტიზებ თავარ შევიდე შეხვალთ ბიჭებო შეხვალთ ყველაფერი კარგად იქნება თავარია შრომობთ, სწორ ადგილას ხართ, მოკლედ თქვენ თვითონ არ აძლევთ საკუთარ თავს დასვენების უფლებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს ყველაფერი გამოგივათ, მთელი სული და გულით ორივეს ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ და იმ მიზნების მიღწევას, რისთვისაც აქ ხართ რა. გაიხარება. გაიხარეთ თქვენ და მადლობა დრო რომ დამითმეთ, ოთარ, ალეკო, ჩემო ძმაო, დიდი იმედი მაქვს რომ კიდე ძალიან ბევრ ვიდეოს ჩავწერთ და მოკლედ ჩემს აუდიტორიას დაპირებული ვიყავი რომ თქვენთან აუცილებლად ჩავწერდი პოდკასტ და აი ყველაფერს მოვედებოდით და ყველაფერზე ვისაუბრებდით და მეგობრებო მოკლედ ანუ ყველასთან ერთი ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ აი ყველაზე მეტად რაც ჩვენს ბიჭებს სპორტსმენებს უჭირთ სპონსორები არის რა და მართლა ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ უბრალოდ კომენტარებში ჩამოწერეთ ან დაგვიწერეთ ან მოგვითაგეთ ის კომპანიები ვინც შეიძლება რომ ეს კარგი ადამიანები დაგვისპონსოროს რა სერიოზულად ვამბობ რომ მართლა გჭირდება თქვენი გვერდში დგომა რა ანუ მადლიერი ვიქნები პირადად თუ ჩამოგვიწერთ მოკლედ კომპანიებს ან მეილებს და ან ასე შემდეგ და მე პირადად შევეხმიანები ამ კომპანიებს და მე თვითონ ვეცდები რომ რაღაცა ელემენტარული სპონსორობაც რომ იყოს ძალიან დაეხმარება და ძალიან ხელშეუწყობს ამ კარგ ადამიანებს და აი თქვენც ხო ხედავთ რომ რა ვიცი ოჯახები გადადებული გაქვთ ორივეს, ნუ მეც ამ შემთხვევაში შენ ცოლშვილი ყავს მაო, ალეკოს ცოლშვილი არ ყავს ეხა, მაგრამ ოჯახი ყავს მიტოვებული და აქ ვართ და ვცდილობთ რომ რაღაცა გამოვიყვანოთ და მართლა აი თავს არ ვიხურებთ და ხანდახან ჩვენი ჯანმრთელობის ფასადაც კი ხდება ეს ყველაფერი და მე პირადად მაგარი მადლიერი ვიქნები რომ ვიღაცა თუ გამოგვეხმაურება და ამ კარგ ადამიანებს გვერდში დაუდგება ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ და მართლა მადლიერები ვიქნებით რა ძალიან მადლიერები ვიქნებით და ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს არ დაგვავიწყდება რა ეს სიკეთე ერთი თხოვნა მექნება კიდევ ჩვენს მაყურებელთან რომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო გამოვიწერეთ ჩემი არხით თუ გამოწერილი არ ყავართ მე ვარ ვატო გუნჯილია ალეკო საღლიანი პროფესიონალი მებრძოლი ოთარ თანზილოვი ასევე პროფესიონალი მებრძოლი ამ ბიჭებს და კიდევ სხვა ქართულ სპორტსმენებს ძალიან დიდი მომავალი აქვს წინ მე MMA-ზე შეყვარებული ადამიანი ვარ უზომოდ მიყვარს ეს სპორტი და MMA და რასაც ვაკეთებ და მთელი სული და გულით ვცდილობ რომ ამ ადამიანების გვერდში ვიყო და თუ რაღაცა ელემენტარული წვლილი შეტანა შემიძლია უკეთესობისკენ ამაში დავეხმარო გემშვიდობებით დროებით მეგობრებო ბიჭების დაგემშვიდობებიან რა მისთქმა თუ გინდათ ბოდიში ერთ სიტყვი რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როდესაც ამდენი გულშემატკივარი ყავს, რავი, გულშემატკივრობენ, გილოცავენ, გამხნევებენ, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც მარცხის დროს, რავი, ის გულშემატკივრობა და ის გამხნევება იქცევა ხოლმე
ნეგატივად და გინება და რაღაცა უაზროების წერა, ეს არის რავი. არა ადამიანურია ეს ერთი და მეორე კიდე თქვენ არიცით, ანუ რამხელა შრომას დებენ, ჩემ თავზე არ ვიტყვი. რამხელა შრომა დევს თითოეული სპორტსმენის მომზადებაში, რამდენი ოფლი იღურება, სისხლი იღურება, ტრავმები და ანუ არიცით უბრალოდ ბევრმა ამის ფასი და უბრალოდ თუ არ წqინთ, ანუ ნუ გვაგინებთ რა. გაატარეთ და ვსიო რა, ესაა ყველაზე საშინელება, რომ აი შედიხარ და აი Facebook-ზე და YouTube-ზეც და ყველგან სოციალურ ქსელებში, ანუ ისეთი კომენტარები იწერება ხოლმე გულშემატკივრისგან, რომ აი მინდება ხოლმე სათითაოდ დაუყვე და აი არ ვიცი რა. ხო, როგორ რა, ეხლა არ არის ასიამოვნო რა თქმა უნდა. წავიკითხავ, გავატარებ, მაგრამ საწყენია უბრალოდ ის, რომ ქართველისგან, ესეთი სიტყვები მოდის სპორტსმენის მიმართ, იმიტომ რომ აქ ამერიკელები არ წერენ, აი ხა პოსტებს უყურებ ხოლმე და ამერიკელები არ უწერენ ხოლმე თავიანთ მოჭხურებს ეგეთ სიტყვებს, როგორცაც ქართველები უწერთ რა. აი საშინელებაა პროსტა რა. ბოდიში ცოტა ისეთი თემაა, მეც მაღიზიანებს ძალიან ეგ თემა და არ არის ასიამოვნო, როდესაც გულშემატკივრები უცებ შემოგიტრიალდებიან და დედას გაგინებენ და 1000 სულელეს წერენ რა. არავინ არ იცის კიდე მართლა გავიმეორებ რამხელა შრომა დევს აქ და უბრალოდ ესე არ ხდება რომ რინგზე შეხვიდე და იჩხუბო რა. წონის კლება არ უნახიათ ახლა ბევრს და წონის კლება იმენა ძალიან მძიმე შრომა დევს ამაში და არ ვიცი რავი. ზოგს უმართლებს, ზოგს არ უმართლებს რა. რომანი იძახის ხოლმე ფორტუნა არის, მართლა ესეა რა. ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი ვიცი ახლა საქართველოშიც, ვისაც არ გაუმართლა. აქაც ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი არის, რომელიც UFC-ში არ ჩხუბობს, თუნდაც ჩვენთან დარბაზში. და უბრალოდ ვარჯიშობენ და თავისთვის არიან რა. უნდა თავისი ოცნება აქვთ ყველას და ყველას უნდა რომ თავის ოცნებას მიაღწიოს და შენ ვინ ხარ რომ ესეთ რაღაცას უწერ და აგინებ და ცადე აბა ყოველდღე ადექი და დილას ადრე წადი დარბაზში, დაისვენე, კიდე წადი და გაიმეორე წლების მანძილზე მარტო რა. ყოველდღე წლების მანძილზე უნდა ივარჯიშო, იშრომო შენი მიზნისთვის რა. და ეს არის არ ვიცი, რავი. მსხვერპლი არის მთელი ოჯახიც, ჯანმრთელობაც, ურთიერთობებიც, აი ყველაფერი საერთოდ რა. და მაგდენსო ვერ ხვდებით და რო ვერ აფასებთ, ხო? ელემენტარული, იგინებით მაინც და რაღაცა თუ გამხნევებას არ აპირებთ, გაატარეთ. მორჩა რა. საწყენია უბრალოდ რომ შედიხარ და ქართველისგან ესეთი სიტყვები მოდის რა. პოზიტიურსაც ხო არ გვეტყოდი რა. ქართველები ძალიან მაგარი ადამიანები და მაგარი ხალხი ვართ. საუკეთესო კულტურით, ტრადიციებით, ერთმანეთში გვერდში დგომით, კარგშიც ყველაზე მაგრები ვართ და ცუჩის ყველაზე მაგრები ვართ რა, როგორც კი ეგრეა. ყველას გისურვებთ თქვენი მიზნების განხორციელებას, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას და დანარჩენი ყველაფერი ღმერთისნებაა და ყველაფერი კარგად იქნება რა. გენაცვალეთ ყველას. მადლობა რომ გულშემატკივრობთ, ადევნებთ თვალყურს თითოეულ სპორტსმენს, ვატოს, გვიყვარხართ ყველა. ყველას წარმატებებს უსურვებ, გამოიწერეს ვატო ინჯელიას გორდი. დროებით მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰე.